გაითარებს თავი ორი დაციეთ ხა? ეთერში, ბატონო ირაკა, ეთერში ვარ თავდაპირველად შემდგომ. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას. მე მინდა დღეს გითხრათ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგესალმებათ, რომ ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მომამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ჩვენ ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ. იმის რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი რა თქმა უნდა არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აი ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ სოფლიოში. ძალიან რთული დრო არის, მე ჩვენს მინისტრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშანწენი იყო, მე გულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად არ წასულა. ამიტომ საჭირო არის კიდევ მეორე გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს. ვეტინგის მზად ვარ გიპასუხოთ კითხვებს. ევროკომისიის პრესმიტერის განცხადებას, რომელიც მან მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით გააკეთა, ასევე გეტყვით, რომ მოსამართლეები მართავენ პრესკონფერენციას და ამბობენ, რომ უმრავლესობა ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებულ ვეტინგს. თქვენი პოზიცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, თუ კი მართლა კეთილსინდისიერები არიან, როგორც ბატონი ამბობს, და მე მახსოვს რომ განცხადება და თუ მე გახდა კეთილსინდისიერი, რატომ ეწინააღმდეგებიან ამჟამად? და ერთ-ერთი მთავარი პირობაა ეს ევროკომისიის რეკომენდაცია. ეს არის უცხოური ჩართვა, ესე იგი მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას და ჩვენი გუნდის მოსაზრებას, ცნობილი არის ამ საკითხზე. პირველ დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით. ქართული სასამართლო. ეს არის ქართული ინსტიტუტი და რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტი საქართველოს მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი. საერთოდ ეს არის რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მე გეტყვით შემდეგს. შესასრულებელი პირობა. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპულ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილზე არის კანონის უზენაესობის მიხედვით და ზოგადად მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. საერთოდ რაზე არის საუბარი? ზოგადად ჩვენ გვაქვს პრეტენზია მეგობრებო და გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოელი მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები, წარმოიდგინეთ ახლა. ჯერტი ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება. ჩვენ მათი კეთილსინდისიერება. საერთოდ თავმოყარეობა არ გვაქვს ჩვენ დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება და ორთასე. საერთოდ რა გამოცდილებაზე საუბარი? ყველა მოსამართლეს აქვს გამოცდილება საკმარისი მეტი 20 და 30 წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინ წინ. მე აქვე შეგახსენებთ ყველას და შევახსენებ მათ ამ კრიტიკოსებსაც, რომ 2012 წელს რომ მოვედით ხელისუფლებაში, მათი პირველი რეკომენდაცია კი არა, პირდაპირ ინსტრუქცია იყო, დავალება იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები. ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე 300 მოსამართლე უხეშად რო ვთქვა, 300 მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს. თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. ამიტომ კეთილინებონ და პატივისცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს არის საერთოდ დიდი აბსურდი საერთოდ. ამაზე რო გვიწევს საუბარი, ეს არის
ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხყოფელი, რომ ჩვენი ქართული სასამართლოს და მოსამართლეების კეთილსინდისე შეგვიმოწმო უცხოეთის მოქალაქეებმა. და გახსოვთ ახლა რამდენი მაგალითი არსებობს, იგივე გააკეთეს რომ უკრაინაში თუ რუსეთში და სხვაგანაც ჩართული იყო ვინ? ადეიშვილი და კიდევ ვიღაცები. როგორ შეიძლება რომ ადეიშვილის ნაირმა ესე იგი ბოროტის სისტემის არქიტექტორებმა, ეს თავარ სისტემის შემქმნელი იყო, რა თქმა უნდა საქართველოსთან ერთად, შეამოწმოს დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი აბსოლუტურად. ბატონო ირაკლი, ევრონეტში რეზოლუციის ჩაგდება. მე მახსოვს თქვენი განცხადებები ბიძინაივა. არა, მოიწევთ ერთად. ეხლა თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი განცხადება უცხარი საზოგადოებას, რა ვთქვი? 2011 არ ამბობთ, რომ ოპოზიციაში ყავს ლევან მურუსიძე, მართული და არაკეთილსინდისიერი. მე ჩემის განცხადება გინახავთ საერთოდ. ბიძინაივანიშვილი ამბობს. რატო იტყუებით ხო და? ბიძინაივანიშვილი სადამოვდა? რომ ლევან მურუსიძე და კლანი იყო, არ თქვა? კლანი და ეს ყველაფერი თქვენი მოგონილია. ჩვენი მოგონილია. თქვენ ხართ ოპოზიციური ტელევიზია. ხიდაშელი დანიშნასთან დაკავშირებით. რატო დანიშნეს? ხო იცით რომ კრემლთან დაახლოებული პირი იყო. კრემლთან დაახლოებული პირი იყო, რატო დანიშნეს? ვინ იყო დაახლოებული კრემლთან დაახლოებული? დავით ხიდაშელი. ესე გეტყვით ახლა საერთოდ არ ვიცი ხა ეს თემა რატომ არის ასეთი აქტუალური, მაგრამ რადგანაც დაგროვდა ეს ბოლო ორი კვირა არ ქონია თქვენთან ეს ბედნიერება. დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანიეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. დანიშნა რა საჭიროა? ერთწუთი დამთავრებული. ჩამოვატანიეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მას მადლობა გადაუხადეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ სახელმწიფოს. 4 წელი თუ არ ვწდები, იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე, ძალიან კარგად ერკვევა ზოგადად რომ იცოდეთ თქვენ. საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის საკითხებში, რუკებში დაშენე. რა ინფორმაციაც რომაზე მილაპარაკებთ, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ არაფერზე და ატყუებთ ხალხს. ეს არის საერთოდ ეს არის აბსურდი. არაფრის მომცემი საერთოდ. გაასაჯაროებინე. საერთოდ 4 წელი ისე მუშაობდა რომ კითხვა არ დასმულა, ეხლა არ ვიცი ავტომატიზაცია სისტემა. საფინანსებაზე უნდა გითხოთ, რამდენად გამჭვირვალე უნდა იყოს და ქართულ პოლიტიკაში სწორედ მათი გამიხვლა შემოდის უცხოური ფული. ეხლა რა შეიძლება NGO-ების ზოგადად მუშაობას და მათ ბუნებას. მე რა თქმა უნდა ყველა NGO-ს არ გულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. აი ყოველ დღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ქართული ხალხის წინააღმდეგ. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს. ეს ტრაგედია მეგობრებო. მით უმეტეს რომ ჩვენ არ ვიცით ასე ვთქვათ რა საქმიანობას ეწევიან ისინი. უბრალოდ ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოება არ იცის რა საქმიანობას ეწევიან NGO-ები. ჩვენ კარგად ვიცით როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ის NGO-ები აი პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. ისინი თავად იყვნენ ჩართული ამ ექსტრემისტული არ მოვერდება ამ სტუს გამოყენებას რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ იგივე სირცხვილია ეს LGBT ასე ვთქვათ ორგანიზაციის NGO-ს უკან ვინ იდგა, ნაცმოძრაობა იდგა, მათი დაფინანსებები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ლოგიკური კითხვებია. ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ თავად ამ NGO-ებმა და უნდა მოეხსნას ტაბუ ამ NGO-ებს საერთოდ. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ იცით რა არის, ეს ადამიანები კადრულობენ წლების განმავლობაში იგივე ეს NGO-ები თავს ისხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს ყველას და სანაცვლოდ როცა ჩვენ კითხვებს ვსვამ და საზოგადოებას ვსვამს კითხვებს, თურმე ეს არის მიუღებელი. ნუ რას უკაცრავთ მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არც ერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული. დაფინანსების წყაროები? ახლა სასწაულის სკანდალი, მოიწეთ, ეხლა მე გიდათ რა თქვენი საქმეა, მე საწავედ. მე დღეს არ ვარ, თქვენი საქმე არ არის, სადავდივარ მე, ჩემი ოჯახი. თქვენ ხართ, ეხლა მომისმენთ. ვინ დაგაფინანსეთ ამას? მომისმენთ, თქვენი საქმე არ არის. მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდეთ საერთოდ? მეტი საქმე არ არის, საქმეს მიხედეთ. საქმეს მიხედეთ. რატო ხარჯავთ? რატომ ხარჯავთ ფულს? იმაში რომ დუბაიში გადამიღოთ ფოტოები. და საერთოდ როგორ კადრულობთ რომ ჩემ მცირეწლოვან შვილებს უღებთ ფოტოებს და არ ვწევთ ტელევიზიით. აი ეს არის თქვენი სტანდარტი.
ჩვენი სტანდარტია. ეგ არის თქვენი სტანდარტი. მცირე წყვილ შვილებს რას უკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები? ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხვებოდი, არასოდეს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მათყუარა ტელევიზია. თქვენ ხართ მათყუარა. არ მოუწევთ, უნდა უწევთ. ეხლა მომასწრე. მითი წახვედით, უბრალოდ გითხარით, რა ფინანსებით, როცა ჩემი ფული წავედით და თქვენი საქმე არ არის. თქვენი საქმე არ არის წავედით. არავის საქმე არ არის. 5 დღე მე სად დავისვენ თქვენი საქმე არ არის. თქვენ გიწერთ რომ ფული არ ქონდა. და ევრონესტში რეზოლუციასთან დაკავშირებით როგორ თქვენ ხართ ჩვეულებრივი მათყუარა ტელევიზია. საერთოდ თქვენი ტელევიზია მე მინდა საზოგადოებას უთხრა. ესე იგი ვცდილობთ რომ თითქოს რაღაც აი მაგალითად ერთი ფაქტი მითხარით, როცა ვუყურებთ koruptsiაზე. ფაქტი დამისახილეთ ერთი. რა ფაქტია? koruptsiyas ერთი ფაქტი მითხარით, რომელიც ჩემთან არ დაკავშირებით, ჩემთან არ დაკავშირებით. ერთი ფაქტი დამისახილეთ. თქვენ ხართ korumpirebuli ტელევიზია. იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთავს დღეს ნებისმიერ მოქალაქე. თქვენ ხართ, იმიტომ ფულს არ გადაგიხდით არასოდეს. მილიარდები რომ ყოდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. ჩვენც არ გამოგართმევთ. თქვენ ხართ korumpirebuli ტელევიზია. თქვენ შემოგაქვთ ხალხში. არა, ეს უცი? გამოსაძიებელი იცით რა არის? ადამიანები რომლებსაც გამოსაძიებელია თქვენ ვინ გიკვეთავთ აი ამ ბინძურ შეკვეთილ სტატიებს და შეკვეთილ სიუჟეტებს. მე გამოიძიეთ ბატონო ირაკლი. ეხლა მათი ხელწერა რა არის? მათი ხელწერა რა არის? თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონი არის მკვლელი. ბატონი წერტელი ყველამ კარგად იცის ქალაქ თბილისში. რა დანაშაულზე მელაპარაკებს გასა. 20 წლის წინ უდანაშაულ ბავშვი გაიტანა მე თქვენ ხართ ის ტელევიზია, მე კი არ ვუბრალ, ყველა მის. თქვენ ეხლა ყველამ ბევრი მიცის მაგალითად როგორც თქვენ. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული იგივე თაღლითი კრიმინალი ხაზარაძის მიერ. კახა უკრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტია და დაუმძალველია, რომელიც აი ძარცვავს პირდაპირ ძარცვავს ჩვენს ხალხს. თქვენ ადამიანებმა დააბრალეთ ეხლა ბატონო. ხო და ამიტომ ერთ რამეს გეტყვით რა. სწორია რასაც თქვენ. თქვენი სახელი არის მათყუარა ტელევიზია. თქვენ ხართ korumpirebuli ტელევიზია. და თქვენი არც ერთ სიტყვა არ დაიჯერება. ბატონო ევროპაში პარლამენტის ან ოპოზიციის მიერ რეზოლუციის ჩადება რომ შეგვიძლია. არა, ესეც მორიგი საბოტაჟი, რა თქმა უნდა, საბოტაჟია ჩვეულებრივი. ოპოზიცია, ესე იგი, თქვენ გახსოვთ ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის დროს, შემდეგ სტატუსის მინიჭების დროს, როგორ იქცეოდა? პირდაპირ მტრობდა ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიგვიღო ჯერ უვიზო რეჟიმი და არ მიგვიღო სტატუსი. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით. აქვე მინდა ერთ-ერთ სიუჟეტ შევეხო, ესე იგი, წინა კვირას მე არ ვიყავი, არ უმე საშუალება თქვენთან გასაუბრების. ესე იგი, ამ მათყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე თითქოს შევხვდის რაღაც საიდუმლოდ შევხვდით ჩემს ყოფილ კოლეგას და მინისტრს და ჩემს მეგობარს ზურა აზარაშვილს. და ეხლა რო გითხრათ საერთოდ საზოგადოებას მინდა აუხსნათ, თორე საინტერესო მათ არ ველაპარაკები მე. მძარცველი, ქართველი ხალხის მძარცველი კახა უკრიაშვილი იყო იმ ადგილას. მან ჩაიწერა ეს კადრები და მან დაურეკა იგი არის ინფორმატორი, რო იცოდა დღეს, რო გაიგოთ. უკრიაშვილი იყო ერთ-ერთი ინფორმატორი აი ამ კონკრეტულ ფაქტის. და მან გამოიძახა TV პირველის მანქანა, რომელიც მე შევნიშნა წამოვედა. თქვენ ხართ აბსოლუტურად რა დასამალი რა მქონდა? მე დასამალი არაფერი არ დასამალი და თქვენ ხართ korumpirebuli ტელევიზია. ჩვენ რა გვაქვს დასაბუთი? აბა შემდეგ შეგიძლია. გუშინ ესე იგი კიდევ ერთი მაგალითად ერთ-ერთი სიუჟეტში ხან მოიხსენიეთ იგივე მაგალითად ჩემი მეგობარი და ყოფილი მინისტრი ბატონ ჯიგაიძე რომელიც ხან კახური კლანის წარმომადგენელს შეერაცხეთ. სად არის კლანი საერთოდ? ლაპარაკობთ ამდენი წელია კლანზე. კაიზის ბიზნესებზე არ ხსნელი. არა, მე ერთ რამეს გეტყვით. კაცი 10 წლის წინ იყო მინისტრი. თუ 10 წელში მე ესე იგი უნარიანი კაცია. ესე იგი უნარიანი კაცია, ესე იგი მოახერხა. რატომ შურთ ადამიანებს? რატომ ებრძვით წარმატებულ ადამიანებს? არა, ჩვენ კითხვები გვაქვს იმაზე, რომ როგორ ახერხებს ჭიკაიძემ შენებლობის ნებართვების ინფორმით უკანონო გააკეთა რამე? ან ამბობთ ამა თუ იმ შენებაზე, იგივე ერთ-ერთ ბიზნესმენზე ნამორაძეზე ამბობთ. აგვიხსენით რომ გასაშევთ ეს დღეს აშენებს, ხორანგრევს. თანამდებობიდან წასული ადამიანი მილიონერები რო პრობლემა არის შემდეგი. თქვენ ესე იგი ფულს ვინც არ იხდით, იმ ბიზნესმენებს ებრძვით და ესმით თავს. საერთოდ თავმოყარი ბიზნესმენი თქვენ ფულს ვინც გადაგიხდით, თქვენზე ამორალური გახდება ის. გონიათ რომ ფულს ყველა აბა მადლობა.
თქვენ იხდით ხოლმე ფულს კარგ სიუჟეტებს რო გიკეთებენ?